მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება. სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს ენეკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შეუწყება. მაკალაშხია მუშაობს ადგილზე და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. მაგაგისმენთ. სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო მსახურება ზუსტად დილის 10 საათზე დაიწყო და როგორც უკვე აღნიშნეთ, მას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად. წირვის დასრულების შემდეგ კი უკვე მეუფე შიო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართავს. ქადაგებით, რის შედეგადაც უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. რაც შეეხება დღევანდელ დღესასწაულს, დღეს მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ეს არის 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთი და დღეს აქ მრევლი ტაძრებში დგანან ანთებული სანთლებითა და ბზის ტოტებით. ხელში სწორედ ბზა არის დღევანდელი დღის ერთგვარი სიმბოლო, მარადმწვანე მცენარე, რომელსაც მორწმუნეების სახლში მიაქვს და მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ სახარების თანახმად. მაშინ, როდესაც მაცხოვარმა მკვეთრით აღადგინა რამდენიმე დღის გარდაცვლილი ლაზარე, მაშინ ხალხმა ირწმუნა მისი სასწაულებრივი ძალის და როდესაც მაცხოვარი პასექის დღესასწაულზე სახედარზე ამხედრებული ჩავიდა, ხალხმა მისი პატივისცემის ნიშნად მას ფეხქვეშ უგებდნენ პალმის რტოებს, ტანსაცმელს, ყვავილებს და პალმის რტო ერთგვარი მარადმწვანე მცენარე სწორედ აქედან იღებს სათავეს და ამ შემთხვევაში საქართველოში მარადმწვანე მცენარეთ ბზა არის გამოყენებული და როგორც უკვე გითხარით, წირვის დასრულების შემდეგ მოხდება ბზის კურთხევა და ამის შემდეგ ბზას სახლებში წაიღებენ და მას მთელი წლის განმავლობაში შეინახავენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ბზობის დღესასწაულს, განსაკუთრებით სიონის ეკლესიაში. მართლა ბავშვობიდან მოყოლებული დავდივარ აქ და დღეს კიდე ძალიან დიდი სიამოვნებით და სიხარულით მოვედი. ქართველ ხალხს მიულოცავ ბზობას, უსურვებს სულ ერთად ყოფნას, ჯანმრთელობას, მშვიდობას. ყველას გილოცავთ, სრულიად საქართველოს გილოცავთ ამ დღეს, დღევანდელ დღეს აღინიშნება იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლა, როდესაც ყველამ ხელში მოიმარჯვა ყვავილები, ბზა და ხვდებოდნენ და უმღეროდნენ ოსანა მაღალთა შინა კურთხეულარს მომავალი სახელით და უფლისათაო და როდესაც მოითხოვეს, რომ დადუმებულიყო ხალხი, იესო ქრისტეს პასუხი იყო, რომ თუ ეს ხალხი დადუმდება, უქვები დაიწყებენ ღაღადისო. გილოცავთ ყველა, შეგვეციოს, გვფარავდეს. ძალიან ამაღელვებელი დღე არის, ბზობა მთელი საქრისტიანოს ვულოცავ და ორმაგად კარგი არის და სასიხარულოა დღევანდელი დღე, იმიტომ რომ მოვედი სიონის საკათედრო ტაძარში, განისვენებს ჩვენი პატრიარქი ილია მეორე და ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის დღევანდელი დღე. როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, ეს არის დიდი სიხარული, რადგანაც მაცხოვარი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, შემოდის ჩვენს გულებში. მოგეხსენებათ, რომ იმ დღეს ის ხალხი პალმის რტოები დახვდა, შეეგება მაცხოვარს, ხოლო დღეს ჩვენ ქართული ტრადიციის თანახმად ამ დღეს ვეგებებით ბზით, რადგანაც ბზა არის მარადმწვანე მცენარე და იგი არის სიმბოლო მარადიულობის და სიცოცხლის. ასევე დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენგვარს გვაფიქრებს და თითოეულ ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, თუ როგორ ვეგებებით დღეს ჩვენ იესო ქრისტეს. ეს არის მხოლოდ ტრადიცია, თუ ნამდვილად ვცდილობთ, რომ იესო ქრისტეს სიტყვა და სიყვარული გავაცოცხლოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბზობის დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია, ყვალიდან კი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვირა იწყება, ნების კვირა, როდესაც ეს არის პერიოდი, როდესაც იხსენებენ მისი მაცხოვრის იმ დღეებს, როდესაც ის ჯვარზე გააკრეს და აღდგომამდე დღეებს იხსენებენ ამ პერიოდში. როგორც უკვე გითხარით, ეს არის მოძრავი დღესასწაული, ბზობის დღესასწაულის აღინიშნება ყოველთვის აღდგომის წინა კვირა, ზუსტად ერთ კვირაში კი 12 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. მადლობა, მაკალაშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.